რომელი მთავრობის? ამ ერთი წლის განმავლობაში სამი მთავრობა ყოლა. მოდით ასე ვთქვათ, კი, საკმაოდ რთული წელი იყო, ფაქტობრივად პრემიერი შეიცვალა. ეს ვფიქრობ, რომ ყველა სამინისტრო შეიძლება უკეთე მუშაობა. შეიძლება მუშაობენ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც გარკვეულწილად ვერ ვნახეთ რაღაც სიახლე. უფრო ინერციით მიმდინარეობს პროცესები, აი სამინისტრო მუშაობდა, ბევრ სამინისტროზე მაქვს ლაპარაკი და არა ყველაზე. იმიტომ რომ იყო გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად ინერციით მუშაობდა. ახლა დღეს რომელიმე სამინისტრო რო იბრალებს, რომ აი იმ დროს ესე იყო და ჩემ დროს სხვანაირად, მე ვფიქრობ, რომ ეს სამინისტრო და მინისტრის გაკეთებული საქმე კი არ არის, დრო შეიცვალა და იმიტომაც სხვანაირად შეიძლება სურვილიც კი აქვს ზოგიერთს რომ ისე გააგრძელოს როგორც იყო, მაგრამ ვერც გააგრძელებდა. ასე რომ საკუთარ თავზე მიიწერენ ხოლმე, რომ აი ადრეს ცემდნენ, ეხლა რო არ ვცემთ. ვერც ცემენ და ამიტომაც ხდება ეს რაც ხდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სამინისტროს შესაძლებლობა ჰქონდა უკეთ ემუშავა, განსაკუთრებით იმ რთულ პერიოდში, რომელიც ჩვენ ჰქონდა კოჰაბიტაციის პერიოდი, ორხელისუფლებიანობის პერიოდი, შესაძლებელი იყო უფრო მეტის გაკეთება და არა ინერციით მოღვაწეობის გაგრძელება, როგორც ხდებოდა ზოგ შემთხვევაში. ამიტომ ერთი იყო, რომ ახალი პრემიერის პირობებში ივანიშვილს გულისხმობ, ჩვენ ნახეთ ახალი სტილი ურთიერთობის მთავრობის საზოგადოებასთან, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე ცდილობდა, რომ საზოგადოების ყველა წევრებს შეხვედროდა, ის ხდებოდა ჟურნალისტებს, ის პირდაპირ კითხვებით, საუბრებით, ის ხდებოდა არასამთავრობოებს, ის ხდებოდა ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, მაგრამ ამავდროულად ახალი მთავრობის პირობებში რატომღაც უკვე ნიშნებია, რომ მთავრობა ცდილობს დისტანცირება მოახდინოს საზოგადოებასთან და მაინც და მაინც ესეთი პირადაპირი საუბრები, დიალოგების სახით და არა მონოლოგის სახით ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი დაამკვიდრებს იმ ფორმატს, როდესაც მას ექნება საშუალება პირდაპირი წყაროებიდან მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია სხვადასხვა საპრობლემო საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად მე იცით რა შემიძლია გითხრათ, ეხლა თქვენ იცით რომ ჩემი სტილი არ არის სახელებით და გვარებით საუბარი, მაგრამ ერთია რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა 1 წლის განმავლობაში და მანამდე 9 წლის განმავლობაში ერთი აზრი დააფიქსიროს და ახალ მინისტრთა კაბინეტში სხვა აზრი დააფიქსიროს. როგორ შეიძლება მაგალითად იგივე იმ დიდ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, კონკრეტულად იმ ბიზნესმენებს გულისხმობ, ვისაც ქონება წაართვეს და იმ ადამიანებს გულისხმობ, რომლებმაც უსაფუძვლოდ მოიხადეს სასჯელები და გაიარეს აი ეს რეპრესიული მანქანა, როგორ შეიძლება მათზე უარის თქმა და მათი უფლებების დაცვაზე უარის თქმა და დაფიქსირება ამ პოზიციის. მაგალითად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო თუნდაც იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სრულყოფილი სასამართლო რეფორმის ჩატარება, რომ დღეს ჩვენ არ ყოლოდა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ ერთ ხელისუფლებას და იმის გამო, რომ ერთ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ და ბევრი იცის ახალმა ხელისუფლებამ მათზე იძულებულები არიან და ემსახურებიან ახალ ხელისუფლებას. მე მჭირდება სასამართლო კორპუსი, რომელიც არავის არ მოემსახურება. მე მჭირდება ისეთი პროკურორი, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და ამავდროულად არ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გუნდზე, რომელიც არის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ პირველი პირი არის ფაქტობრივად პოლიტიკური თანამდებობის პირი. ხო, შეიძლება დე იურე არ წერია, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეა. მე მჭირდება ისეთი სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც მინისტრის ნებაზე კი არ არის დამოკიდებული ცემოს თუ არა ვინმე პოლიტიკური ნიშნით, არამედ იმაზე, რომ სურვილიც რომ მქონდეს, რომ ცემოს არ ვერ ცემოს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს კანონით დარეგულირებული. მე მჭირდება ისეთი სასჯელახსოვრების სამინისტრო, სადაც ფაქტობრივად იქნება ორიენტაცია გაკეთებული პატიმრის მომავალ ბედზე, როდესაც ის მოიხდის სასჯელს და ბევრი სხვა. მე მჭირდება ისეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მერე კი არ იფიქრებს პოსტფაქტუმ, როდესაც ვიღაც რაღაც ნაბიჯს გადადგავს, რა გავაკეთოთ და როგორც იტყვიან მეტადამ პრობიაში იმუშავებს, არამედ გაანალიზებული გეგმა ექნება კონკრეტულად ურთიერთობებთან დაკავშირებით. მე მჭირდება ისეთი ჯანდაცვა, რომელიც დააფინანსებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც შესაძლებელია სიცოცხლე გაუწყდეს იმის გამო, რომ ფული არ აქვს. აქ ბევრი პრობლემაა. მე ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ყველაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ
საჭიროა ინიციატივები. სამწუხაროდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობის პერიოდში მინისტრები არ გამოერჩეოდნენ ინიციატივებით და ძირითადად ისინი იყვნენ ორიენტირებულები, რომ აი პრემიერი როგორც იტყვის, ისე იქნება. ჩვენ შევასრულებთ, მაგრამ საკუთარი ინიციატივები არ ქონდათ. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრები ჩვენ დამოუკიდებელ ფიგურებად ვიხილოთ, როდესაც მათ ექნებათ შემოთავაზება საზოგადოებისთვის კონკრეტულად რაღაც თემებთან დაკავშირებით. ზოგადად გვესმის, რომ მთავრობა შეიცვალა, ზოგადად გვესმის, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, დაუშვათ შიშის კუთხით, მაგრამ მეორეა, რომ ამაზე ვერ შევჩერდებით და კიდევ კარგია, რომ არ უნდა შევჩერდეთ და მეტი. დღეს უნდა ზუსტადად დავაკვირდეთ ნებისმიერ მოქმედებას მთავრობის მხრიდან, რომ ადრე თუ გვიან არ მივიღოთ ის, რაც ჰქონდა. იქნება იქ დავდეთ, თორემ მე უბრალოდ ეს ზიორ. იცით რა, მე თავიდანვე განვაცხადებდი, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია ეფექტური ვერ იქნებოდა. მით უმეტეს ეფექტური ვერ იქნებოდა იმის გამო, თუ ეს კომისია შეიქმნებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ჩარჩოებში და იცით რომ ვენეციის კომისია ფაქტობრივად ისეთ მოდელს ვთავაზობდა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია კი არ იქნებოდა, უბრალოდ რაღაც კომისია იქნებოდა, რომელიც რეკომენდაციით მიმართავდა რომელიმე მოსამართლეს, რომ აი აქ იქნებ ხარვეზი დაადგინოთ, ამავდროულად ამ კომისიას არ უნდა ქონოდა უფლებამოსილება, რომ პროკურატურისთვის მიეცა კონკრეტული დავალება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით, ამავდროულად ამ რეკომენდაციაში იყო შემდგომი მდგომარეობა, რომ ცალკე პალატა, რომელიც განიხილავს ასეთი კატეგორიის საქმებს, არ უნდა შექმნილიყო. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვიღებდით რა მოდელს, რომ კომისია მიიღებდა განაცხადს, იმ განაცხადში იქნებოდა დაწერილი, რომ აი მე გამასამართლეს უსამართლოდ, ამ განაცხადს დაუკავშირდება და დანართის სახით დაერთვებოდა განაჩენი, აი პირობითად ვთქვათ, აი მარტივად ავხსნი რასთან გვექნებოდა საქმე. აი მაგალითად ადამიანი გასამართლებული იყო იარაღის უკანონო ტარებისთვის. ეხლა ვიცით, რომ იარაღის უკანონო ტარება ძირითადად გამოიყენებოდა პოლიტიკური დაკავებებისთვის. ეხლა თუ შენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დავალება ვერ მიეცი პროკურატურას, რომ ხელახლა დაიკითხნონ ის მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ თავის დროზე, რომ ეს იარაღი ეკუთვნოდა პეტრიაშვილს. როგორ უნდა დაადგინო, ეხლა განაჩენში იარაღიც იქნება, ორი მოწმეც იქნება, რომელიც დაადასტურებს, რომ X პიროვნებას ეს იარაღი ამოუგეს და თუ ხელახლა იმ ორი მოწმის დაკითხვის საშუალება არ მოგეცა, რომლებიც დაადასტურებენ ან იმ იარაღის არსებობას, ან იტყვიან, რომ არა ბატონო, ეს იარაღი ჩვენ მაშინ არ გვინახავს, უბრალოდ გვაიძულეს ესეთი ჩვენების მიცემა, როგორ გინდა დაადგინო მაგალითად ჭეშმარიტება, ან მეორე როგორ გინდა მოსთხოვო იმ მოსამართლეს ობიექტურად განიხილოს საქმე, რომლის გვერდზე მდგომ კაბინეტში კოლეგამ გამოიტანა განაჩენი. ამიტომაც თავიდანვე მე ბევრი სხვა იურისტი იყო წინააღმდეგი ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე და ჩვენ გამოვდიოდით ინიციატივით, რომ საქართველოს პროკურატურაში შეიქმნას ახალი დეპარტამენტი, სადაც რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისეთი პროკურორებით, რომელსაც წარსულში არ ქონდა შეხება კონკრეტულად ასეთი ტიპის საქმეებთან, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეებს. ნუ შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფით, რა თქმა უნდა. მაგრამ ამაზე ქალბატონმა თეამ უარი განაცხადა და შეთავაზა საზოგადოებას მოდელი ხარვეზების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით. და სამწუხაროდ ეს მოდელიც თვითონვე უარყო შემდგომში და განაცხადა, რომ არც ეს არ შეიქმნება. მე თქვი მე აღვნიშნე ერთი თვითონ მე აღვნიშნე, რომ შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. შესაძლებელი იყო დამატებული იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი მუხლი, რომელიც საშუალებას მისცემდა პროკურატურას იმ საქმეებზე გამოძიების განახლება, რომელზეც არის სასამართლოს გამომწყობებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შესული. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა მარტივად ავხსნით. მაგალითად, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით. თუ მოწმე პეტრე გეტყვის, რომ იცით რა, იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი არის იარაღის უკანონო ტარებისთვის, მეც სრულ ჩვენება მივეცი და ამ ადამიანს იარაღი არ ქონდა, მე მაიძულეს ამ ჩვენების მიცემა, რა უნდა ვთქვათ, რომ არა ბატონო, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის ძალაშია და ეს უნდა ყოფილიყო საფუძველი, რომ სასამართლოსვე გადაეხედა საკუთარი განაჩენი, მაგრამ იმ სასამართლოს გადაეხედა საკუთარი განაჩენისთვის, რომელიც არ იყო მანამდე ჩართული ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვისთვის და ამიტომაც იყო საუბარი ახალ პალატაზე,
ან თუნდაც უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა მოდელები არსებობდა, რომ ისეთ მოსამართლეებს განეხილათ, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა ამ წლების განმავლობაში ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვასთან. იმიტომ რომ ძალიან რთული ადამიანები, აი შეხედეთ, რას ყვებიან, იჭერდნენ, ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოიღებდნენ, თვითონვე ჩაუდებდნენ, 3 მოწმე, 4 მოწმე ადასტურებდა და სხვა შემთხვევაში არის მაგალითები, მაგალითად, როდესაც უარყვეს მოწმეებმა და თქვეს, რომ ჩვენ ეს არ გვინახია, უბრალოდ გვაიძულეს. ამიტომ შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასახულიყო. ამაზე პროექტები დევს საქართველოს პარლამენტში. ეს არ არის რაღაც სიტყვები, მხოლოდ დღეს ნათქვამი. კონკრეტულად ცეძზე შავად დაწერილი პროექტები ცვლილებების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უნდა შესულიყო პარლამენტში, შეტანილ იქნა, მაგრამ პარლამენტმა ეს არ განიხილა იმ მიზეზით, რომ იქნებოდა ხარვეზების დამდგენი კომისია. და საბოლოოდ ეს ხარვეზების დამდგენი კომისიაც არ იქნება. და რა ვითარებაა დღეს? არიან ადამიანები, რომლებსაც წაართვეს ძალიან ბევრი რამე, არიან ადამიანები, რომლებმაც მოიხადეს სასჯელები სრულიად უსაფუძვლოდ და დღეს ფაქტობრივად ამ ადამიანებს ჩვენ ვეუბნებით, რომ იცით რა, ჩვენ ვერ განვიხილავთ თქვენ საქმეებს, იმიტომ რომ როდესღაც დადგა განაჩენი. განაჩენი ბევრ საქმეზე დადგა, მაგრამ ზოგი საქმე იქნა გადასინჯული, ისე რომ არავის არ დაიკითხვის ნიშნები არ გაქვს. პროკურატურაში რა ვითარება? ბატონო. როგორ? კი ბატონო, მაგრამ ამაზე პროკურატურა უარს აცხადებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ არადინერი ხარვეზების კომისია და სხვა დანარჩენი კომისიები საჭირო არ არის, თუ პოლიტიკური ნება იქნება საკითხების შესწავლისა. პროკურატურას დღესაც აქვს საშუალება განიხილოს ის განცხადებები, რომელიც შესულია პროკურატურაში კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით და ამ დანაშაულის გამოძიების ჭრილში გამოკვეთოს ის გარემოება, რომლითაც შესაძლებელი იქნება შემდგომში განაჩენის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვისა. მაგრამ ამას რატომღაც არ აკეთებს. არ აკეთებს გასაგებია იმის გამო, რომ უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს ამას. რა თქმა უნდა არ ღირს, როგორ ფიქრობთ ღირს, ეხლა ჯერ ერთია რომ ამხელა პარლამენტს ვინახავთ ჩვენ მოსახლეობა და მეორე კიდე ამათი სამივლინებო თანხები და ბინის თანხებით ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხო? ახლა როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებ ხომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური. როდესაც ძალიან სერიოზულად იზრდება აპარატის შენახვის ხარჯები, იმიტომ რომ ყოველდღურად სამივლინებო ხარჯებს უხდი, იმიტომ რომ ბინის ფულს უხდი იგივე დეპუტატებზე და ეფექტი რა არის? რა თქმა უნდა იყოს ეს საკითხი გადახედილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური საკითხი, ჩვენ გვესმოდა ამდენი თვის განმავლობაში, რომ შესაბამისი ხმები გქონდათ უმრავლესობას იმისთვის, რომ ინიცირებულიც იყო ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, მაგრამ საბოლოოდ ვერ მივიღეთ. იმედია, რომ რაციონალურად დაიხარჯება ბიუჯეტიდან თანხები კონკრეტული საბიუჯეტო დაწესებულების შენახვასთან დაკავშირებით. იგივე მაგალითად ძალიან ბევრი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს სამთავრობო აპარატში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო მოდერნიზებული, მაგრამ ამავდროულად ნაკლები ბიუროკრატიული აპარატით დაკომპლექტებული სახელმწიფო მანქანა. თუმცა სასჯელ ახსულების სამინისტრო რასაჭიროა დღეს ქვეყანაში ცალკე სამინისტრო შენახვა, როდესაც სასჯელ ახსულების სამინისტრო შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე პროკურატურა შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს, თორემ მანამდე იუსტიციის სამინისტროში იყო შესული სასჯელ ახსულებას და პრობაციაც, მაგრამ როდესაც პროკურატურა შევიდა იუსტიციაში, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რომ ვინც იჭერს, არ შეიძლება იმან შემდგომში დაუშვათ უზრუნველყოს სასჯელის მოხდა, ხო? ამიტომ თავის დროზე გამოიყო ეს ორი სამინისტრო. დღეს, როდესაც პროკურორი აღარ ექვემდებარება პირდაპირ იუსტიციის მინისტრს, ინტერესთა კონფლიქტი არ არის, ხო? რა საჭიროა ახლა მაგალითად დღეს იგივე სასჯელ ახსულების სამინისტროს შენახვა. დაუბრუნდეს ისევ მაშინ, როგორ პროკურატურა ხო გამოიყო, ხო დაუბრუნდეს სასჯელ ახსულება მაგალითად იგივე იუსტიციის სამინისტროს. შეიკვეცება აპარატი, შეიკვეცება ხარჯები. იგივე შეგვიძლია თქვა სხვა სამინისტროებზე. დღეს არ არის იმ ფუფუნების დრო, როდესაც მძლავრი გაუგებარი სახელმწიფო აპარატი ჭირდება საქართველოს.
ფაქტია, რომ ჩვენ ნახეთ ვითარება, რომ ერთ თოლს მოყვა ძალიან სერიოზული პრობლემები რეგიონებში. როდესაც ფაქტობრივად მოსახლეობას არც შუქი მიეწოდებოდა და არც პარალიზებული იყო კონკრეტულად რომ ზოგიერთი რეგიონის ცხოვრება. ამისთვის ახლა კრიზისების საბჭო შეიქმნება თუ სხვა საბჭო შეიქმნება, მთავარია რომ მთავრობამ უზრუნველყოს, რომ ქარისა და ამინდის გავარესების გამო ადამიანების პრობლემები არ შეექმნათ 21 საუკუნეში. რაც დაარქმევენ ამ საბჭოებში, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გავარია ეს სამსახური იყოს ეფექტური იმისთვის, რომ ადამიანი კარზე არ იყოს დამოკიდებული, შუქი ექნება თუ არა და წვიმაზე არ იყოს დამოკიდებული, წყალი რამდენი ხანი არ ექნება. ეს მოდელი იყო, როდესაც მოქმედებდა ეს მოდელი, როდესაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ფაქტობრივად იცით თქვენ იყო ესეთი კოლონია პასილენიები ერქვა, როდესაც ფაქტობრივად ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, ძირითადად არაგანზრახი დანაშაულისთვის ესეთ ტიპით იხდიდნენ საძილს ჯავდებულები. ცუდი იდეა არ არის. შეგვიძლია განვიხილოთ, რამდენადაც მე ვიცით, თვითონ ბატონ სუბარსაც აქვს ასეთი ანალოგიური ინიციატივა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიის მსჯავრდებულებმა მოიხადონ განსაკუთრებულ პირობებში სასჯელი, განსხვავებულ პირობებში სასჯელი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ინიციატივა კარგია. ჩვენ პირველ რიგში არა მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ პატიმრებს იქ რა პირობები უნდა გქონდეთ, რომ არცემონ და ასე შემდეგ, არამედ იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ადამიანებს გამოსვლის შემდეგ გქონდეთ ასასვლელი გზა, ადგილი, უბრალოდ ასასვლელი ადგილი და ამავდროულად რაღაც პროფესია, ან საწყისი თანხა იმისთვის, რომ ცხოვრება დაიწყო. ასეთ რთულ პირობებში ხა წარმოედგინეთ, როდესაც ადამიანი პირობითად მოიხდის 15 წლიან სასჯელს. ის გამოდის სულ სხვა ეპოქაში, სულ სხვა ვითარებაში, სულ სხვა გარემოში და გამოდის როგორ? სამსახურში მას არავინ არ მიიღებს, იმიტომ რომ აქ ჩვეულებრივი ადამიანები წლების განმავლობაში ვერ მოვუწევს სამსახურს და იძულებულია რა გააკეთოს, იძულებულია ისევ რაღაცა მოიპაროს, რომ ან თვითონ გამოიკვებოს, ან ოჯახი გამოკვებოს, ხო? ამისთვის ჩვენ გვჭირდება რა? რომ მოვამზადოთ კონკრეტული პატიმარი გამოსასვლელად, გარეთ გამოსასვლელად. პროგრამებია შესაბამისი უცხოეთში, რომელიც ამზადებს პიროვნებას გარეთ ცხოვრებისთვის. აი ეს უნდა დავნერგოთ იმასთან ერთად, რომ აღარავინ არ უნდა სცემოს პატიმარს. ეს პროექტები ხო იყო თუნდაც 2 წლის წინ გვახსოვს, რომ ესწრებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადებები იმისთვის, რომ ნუ ახლა მე არ საუბრობ შაბლონურ პროექტებზე, რომელიც რჩებოდა მხოლოდ პროექტად და სადაც პროექტი იწყებოდა კამერის ჩართვისთანავე და მთავრდებოდა კამერის გამორთვისთანავე. მე საუბრობ კონკრეტულად ისეთ აწყობილ მექანიზმზე, რომ თითოეული ადამიანი, არა შერჩევითად, არამედ თითოეული ადამიანი, რომელიც მოიხდის სასჯელს, მას კონდეს ასასვლელი ადგილი და ის იყოს მინიმალურად მაინც უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ გარეთ რო გამოვა, არ შეეჯახოს ისეთ პრობლემას, რომელთა გამკლავების დროსაც შესაძლებელია კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინოს. არ დაუჯდება ძვირი, ყველაზე ძვირი ჯდება პატიმრის შენახვა. დანარჩენი ძვირი არაფერი არ ჯდება თუ ნორმალურად დახარჯავ თანხას. ადამიანს თუ დააყენებს სწორ გზაზე და ადამიანს თუ შეუქმნი პირობებს, რომ იმ ადამიანმა თავისთავი გამონახოს ცხოვრებაში, ამაზე ძვირი ის რომ ლენდკრუიზერზე ძვირი რო არ ჯდება, ეს ფაქტია, ხო? 83,000-იანი და 90,000-იანი მანქანებზე ძვირი რო არ ჯდება ასეთი პროგრამები, ეს ფაქტია, მაგრამ ეფექტი რომ გაცილებით უფრო დიდი აქვს, ვიდრე კოლგის მატარებლის ხაშტატო ერთეული და ლენდკრუიზერი, მე ვფიქრობ ეს დამეთანხმებით ამას. იცით რა არის? ავთანდილ ბერიძე არ არის გამონაკლისი. ეს ახლა ავთანდილ ბერიძეზე უფრო მეტად გავცელდა ინფორმაცია, თორე გადახედეთ რომელი ერთი არ დადის ძვირადღირებული მანქანა. მეტიც ნონსენსია, ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში და ვერც ერთ ნორმალურ მოწინავე ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებს ემსახურებოდეს ჯიპები. ესეთი რამე არ არსებობს. არ არსებობს ესეთი რამე, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებს ემსახურებოდეს ჯიპები. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, გარდა პროსპერიტეტის კავშირის სივრცისა, სადაც ჯიპი არის ასოცირებული რაღაც ძალიან სერიოზულ რაღაც ძალაუფლებასთან.
ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ და მთავრობამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვთხოვოთ და მთავრობამ უნდა დაადგინოს პარამეტრები, ვის უნდა ემსახურებოდეს მანქანა და რა პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს ის მანქანა, რომელიც უნდა მოემსახუროს კონკრეტულად ჩინოვნიკებს. ესეთი მანქანები უნდა იყოს ნაკლებად ძვირიანი, იმიტომ რომ მისი შენახვა არ უნდა ჯდებოდეს ძვირი და ეს მანქანები უნდა იყოს მაგალითად იგივე ეკონომიური საწვავის კუთხე. ახლა ჯიპი რომელიც წვავს 25 ლიტრ 100 კილომეტრზე და მისი თითო ნაწილი ღირს იწყება დაუშვათ $1000-დან. როგორ შეიძლება ასეთი მანქანის შენახვა იმ საქართველოში, სადაც პენსიონერებს თვიდან თვემდე უწევთ ფიქრი იმაზე, როგორ გავიტანო ერთი თვე და როგორ არ მოვკვდე შიმშილით ან ავანტყოფს რომელიც ფიქრობს საიდან გადაიხადოს ოპერაცია. ოპერაციის ფული. ეს მე არ მინდა, მე შეგნებულად არ ვეხებოდი ამ თემებს, რომ არ მინდა რომ მიფიქრონ რომ პოპულისტური თემებია, მაგრამ მოდი ესე ვთქვა, პარამეტრები თუ დადგინდება, რომ არ არის საჭირო საქართველოში ეს კლასები, მერცედესები, რომლებიც ფასი იწყება 150,000-დან. არ არის საჭირო ქვეყანაში Land Cruiser-ები, გელენვაგენები, ტრაბუსები, პორშეები სახელმწიფო აპარატისთვის. სუდი არ იქნება და შეიძლება თუნდაც სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით ან სამართლებრივი აქტებით იქნეს უზრუნველყოფილი. იმისთვის რომ ხვალეზე გვინმეს რომ მოუნდეს, ვერ გააკეთოს. ჩვენ ისეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ. ჩვენ დღეს რა პრობლემის წინაშე ვდგევართ? ჩვენ პრობლემის წინაშე ვდგევართ, რომ გინ თუ კეთილსინდისიერი ხარ არ გააკეთებ, მაგრამ თუ გინდა გააკეთებ. იგივეა მაგალითად პრემიებზე, იგივეა მანქანებზე, იგივეა კაბინეტების რემონტებზე. ვიღაცა დაუშვათ ფიქრობს რომ არა ამითიც იოლად გავალ არ ყიდულობს, მაგრამ ვიღაცას თუ აქვს რაღაც ამბიცია, ყიდულობს, იმიტომ რომ საშუალებას აძლევს ნორმატიული ბაზა ამისთვის. მაგრამ ჩვენ თუ შევქმნით ისეთ ნორმატიულ ბაზას, რომ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული და თანამდებობის პირს გულისხმობს და მის მოთხოვნაზე არამედ ის ჩარჩოებში იჯდეს, კაცრად დარეგულირებულ ჩარჩოებში, აი ეს მოდელი იქნება კარგი, უკვე არ იქნები დამოკიდებული იმაზე, კონკრეტულად ვინ იქნა დანიშნული თანამდებობის პირად. ადამიანი, რომელსაც უყვართ ფუფუნებით ცხოვრება თუ ადამიანი, რომელსაც არ უყვართ. უყვართ თუ არ უყვართ, ის იძულებული იქნება იმ ჩარჩოებში ჩაჯდეს, რომელიც დაწესებული აქვს და მეტიც. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი და კონტროლირებადი, ჩვენ უნდა აუცილებლად მივახციოთ იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ იყოს პოლიტიკური სამსახური, სადამსჯელო მექანიზმებით, როდესაც დააჭერ ღილაკს და ნებისმიერ მინის შემოწმების შედეგად მოხსნი და მეტის თუ არა დაიჭერ და არ დააჭერ ის კონტროლის პალატა ვერაფერს ვერ ნახავს. ამიტომ დამოუკიდებელი აი მაგალითად იგივე პროკურატურა. ახლა პროკურატურა ჩემი აზრით შეცდომა იყო თავის დროზე რომ შევიდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გახსოვთ თქვენ მაშინ როდესაც ბატონი არჩილ პილაშვილი დაინიშნა, მე განვაცხადე რომ პროკურატურა დაკარგა საკუთარ ფუნქციას, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ხო როგორ შეიძლება პროკურატურა უზრუნველყოს საპროცესო ხელმძღვანელობა სათანადო დონეზე იმ უწყებებზე, რომელთა ხელმძღვანელები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ასოცირებულები არიან ქვეყნის პირველ პირს. მაგრამ პროკურატურა რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და ისეთ ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ისე რომ ფაქტობრივად მის საქმიანობაზე კონტროლი მოქმედ ხელისუფლებას ვერ განეხორციელებინა, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი პროკურატურა გვეყოლებოდა. იგივე შეეხება აუდიტის სამსახურს. დღეს რომ და თავის დროზე 9 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახური რომ მხოლოდ და მხოლოდ აუდიტის სამსახურს კანონის საფუძველზე ემოქმედა, ვერ გადახარჯვას ვერ ნახავთ. მოგესალმებით პატივცემულო ჟურნალისტებო.